გამარჯობა, მე ნუცავარ და დღეს მოდით გავიცნოთ დოკუმენტის რედაქტორს. გახსენით ნებისმიერი დოკუმენტი და დაინახავთ მას A4 ფორმატის გვერდზე განლაგებულს. ზედა ნაწილში მდებარე ხელსაწყოთა პანელი შეიცავს ყველა საჭირო ფორმატირებას: მუქი, დახრილი, სათაურები, სიები, გასწორება და ცხრილები. აკრეფისას გამოჩნდება გვერდის გადასვლები და შეგიძლიათ ტექსტი შეცვალოთ ისე, რომ ის გვერდს მოერგოს. ცვლადი ველის, მაგალითად, კონტრაჰენტის სახელის ან თარიღის ჩასასმელად გამოიყენეთ მარჯვენა მხარეს მდებარე ადგილმარკერების მენიუ. აირჩიეთ, რაც გჭირდებათ და ის ზუსტად იქ განთავსდება, სადაც კურსორი იქნება. თქვენი ცვლილებები ავტომატურად ინახება. აკრეფისას ნახავთ ავტომატურად შენახვის ინდიკატორის განახლებას. თუ თქვენი გუნდის წევრი ამჟამად იმავე დოკუმენტზე მუშაობს, თქვენ ვერ შეძლებთ მის რედაქტირებას, მანამ სანამ ის არ დაასრულებს მუშაობას და არ დახურავს მას. ეს კეთდება იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ დაუსრულებელი რედაქტირებები. ეს არის ყველაფერი, რაც გჭირდებათ Smart CLM-ში თავდაჯერებულად რედაქტირებისთვის.